ფორმულა 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსებს პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, მექსიკის გრან-პრიც ჩავიარეთ, ახალი ლიდერი ყო ჩემპიონატში, ამ გრან-პრის განვიხილავთ ჩვენ დღეს და თან კიდევ გვექნება ჩვენი რუბრიკები, გვექნება ტოპ 5, გვექნება ფენტეზის განხილვა, ასევე საბურავშიც წავიკამათებთ ოდნავ. მოკლედ დავიწყოთ ვარჯიშებით. ტრადიციული დასაწყისით ვარჯიშებით, სადაც რამოდენიმე რაღაც გამოიკვეთა, ჯერ ის ვთქვათ, რომ 9 პილოტი შეცვალა გუნდებმა, ეს სავალდებულო არის, სამ რბოლაში აქვთ ხო, სამი სესია უნდა ჩაანაცვლონ, 4 სესია უნდა ჩაანაცვლონ, ახალგაზრდა პილოტი, მოქმედი პილოტით და უნდა იარონ ვარჯიშებზე ერთადერთი ვინც თავის თანაგუნდელს აჯობა ახალგაზრდამ გამოცდილს ეს ხო ლინდლანდმა აჯობა იუკი ცუნოდას და მე ცოტა არ იყოს ცოტა შეკითხვები გამიჩინა ამან როგორ აჯობა ლინდლანდმა ცუნოდას თუმცა ესეც არის რომ იქ ვარჯიშია და თავის შანსს იყენებენ ეს ახალგაზრდები და გამოიკვეთა ის რომ პიასტრი ისევ პრობლემებით არის. პონტიში ერთ მაგაზე ვიტყვი ბანემ რომ სხვა შორის დებიუტანტები ვინც შეცვალეს, ისინი იყვნენ უკმაყოფილოები, იმიტომ რომ არიან პილოტები, ვისაც მექსიკაში არ უვლიათ და ეს ერთი ვარჯიშიც რო გამოგვაკლდაო, ძალიან ცუდი საქმე გაგვიკეთა ამ ყველაფერმა, ოლიბერმანი იყო ასეთი. კი, არა, ზოგადად თან ისე სხვა შორის ეგ პირველი ვარჯიში ისედაც ცოტა ისეთი კი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მოქმედი პილოტებისთვის ჭუჭყიან ტრასაზე რომელსაც არავინ არ დადის ხო მექსიკაში პირველი ვარჯიში ფაქტიურად იყო ტრასს გაწმენდა 20 პილოტის მხრიდან ხო გამოიკვეთა პიასტრი რომ ისე ვერ არის ფორმაში გამოიკვეთა რომ ნორისი პირიქით ანუ რაღაცა სხვა პლანეტაზეა და ისიც გამოიკვეთა და მაქსმა დაიწყო პირველივე დღეს უკვე წუწუნი რომ რედბული ვერ არის ფორმაში ნატო ვერ იყო ფორმაში ესეც ვარჯიშებს ეხება და მოდი ეგეს ვთქვათ რომ მაქს შეუცვალეს ძირი როგორც შემდეგ გამოჩნდა ცოტა მეტი მოუვიდათ პარამეტრების ძიებაში ძალიან დაბლა დაწიეს ეს ძირი და ძალიან დაბლა იმიტომ დაწიეს რომ მეორე და მესამე სექტორში ყოფილიყვნენ სწრაფები და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ სიჩქარეც სადღაც დაიკარგა მანქანაც ძალიან არასტაბილური იყო და ეს ყველაფერი მე როგორ აისახა კვალიფიკაციაზე ესეც ნახეთ მაქსი რო გადის 3-ს გარეთ კვალიფიკაციაზე ანუ რამოდენად რთულია იმ მანქანის მართვა თან ტიტულისთვის ბრძოლი მაქსი რომელიც კიდე განსაკუთრებულად ისედაც ხომ მტაცებელია და საერთოდ რაღაც ორმაგი დაბუმტაცებელი ხო ჩამორჩენა იყო მან ცოტა ისტორია აი რაღაც მეათე დითრო წაეგო ან რაღაც კიდევ ვიტყოდით რაღაც გამოჩნდა კიდე უქმეებზე რომ ფერარი იყო ძალიან კარგ ფორმაში შენ წინა ბოქსებში თქვი რომ ფერარის რეპორტინებია ბოლომდეო და აი მოხდა ეგ როგორც და ფერარი წამოვიდა წინ მეორე მესამე ადგილზე დადგენს სტარტზე და რაღაც მომენტი ვიფიქრე რომ უკვე პოლულზეა თქო ლეკლერი თუმცა ნორისი ეტყობოდა კოჭებში უკვე ანუ პირველ და მეორე სეგმენტში ვერ ეტყობოდა რომ ბოლომდე არ დებდა შესაძლებლობას მაკლარენის და აი ბოლომდე რომ დადო ნახევარი წამით აჯობა თითქმის შალს ნორის ხო ზოგადად აქვს ეს რა ერთი თუ ჩაჯდა ტრასის რიტმში შანსი არ არის ვიღაცა აჯობოს თან რა თქმა უნდა მანქანას თუ უწყობს ხელს ფერარი მეგონა თან მართლა მეგონა მექსიკაში რევიდა თუნდაც ჩარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე უბრალოდ მაკლარენი აღმოჩნდა ძალიან სწრაფი პიასტრიმაც ჩააგდო კვალიფიკაცია პირდაპირ თქვათ მერვე პოზიცია ზოგადად რაღაც მექსიკის წყევლა ხო ოსკარს და ჰაასის უკან უნდა დაამთავროს ჰაასის უკან უნდა დაამთავროს რბოლა ეს არის აპრიორი და მექსიკაში ჩადის ოსკარი ჯამში გამოვიდა ისე რომ ლეკლერსაც ძალიან მაგარი წრე ჰქონდა და სადღაც პაულის წრე იყო პაულის წრე იყო წუთი 15 იყო პაულის წრე კი უბრალოდ ის იყო ძალიან სწრაფი და მართლა ლანდომ არ ვიცი ანუ ყველას აჩვენა რომ დომინაციით ამ ადამიანს შეუძლია უბრალოდ რაღაცა ეს სტაბილურობის მომენტი აკლია მოდი გადავიდეთ უკვე ჩვენ ტრადიციულად გუნდებზე და დავუყვეთ შევაჯამოთ მათი უქმეები და დავიწყოთ ზაუბერით თითქოს კარგი კვალიფიკაცია ჰქონდა ჰალკს გადავიდა მეორე სეგმენტში რაც დაბრუნდა ნიკო მაგრამ სტარტზე პრობლემები ჰქონდა იქ კარლოს საინსთან როგორც მახსოვს კარლოს ალონსოს დაეჯახა ალონსოს ხო ჰალკსაც ალბონთან ჰქონდა თუ არ ვცდები მოკლედ ვილიამსები ბორბოლებია ალბონიეს დანარჩენებს ჰალკს უკვე სტარტზევე გაუფუჭდა რბოლა და შემდეგ მალევე გამოეთიშა საერთოდ რბოლას და ბორტოლეტომ ჩაატარა
ძალიან მაგარი რბოლა. დაიწყო უკანა პოზიციებიდან და რაც კარგი იყო, შენ ღიმილში უკვე ხვდები, კითხულობ რაღაცებს. გეტყვი რატო არის? ბორტოლეტო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოლოს ჰაჯარზე გადასწრება. ანუ ჰაასებს ვერ წდებოდა და ერთადერთი ვარიანტი იყო, რომ გამოჩენილიყო ქულებში ადგილი, იმიტომ რომ ჰაასი დომინირებდა ბექმარკერებში. ერთადერთი ვარიანტი იყო, ცუნოდა რომ გავარდა ქულებიდან, ეს ქულა გამოჩნდა ვაკანტური და ეს ქულა აიღო ბორტოლეტო. კი და ანუ რაზე გამეღიმა რომ კარგი რბოლა ჩაატარა, მაგრამ ალბათ ყველაზე ძალიან გამომართლა ვინც ქულებია, იმიტომ რომ ორივე ვილიამსი, თავის თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო, liam lawson, ანუ ძალიან ბევრი ადგილი გამონთავისუფლდა იქ და თუმცა ეს ბორტოლეტოს ბრალი არ არის საერთოდ. არა, ხო, უბრალოდ აი გამართლებას უფრო ვაწერა მაგ მომენტს, მაგრამ კარგად იარა, ხო, ანუ მაგრად არ უვლია კარგად. მაგრად იარა ბჭო ზაუბერით მეათესი გავიდა რა გააკეთოს. ამ ზაუბერს ცოტა ისააქ რა ეს სახია ბიჭო რა. კრავის სახია, რაღაც უნდა იყოს აუტსაიდერი, არა გავიგე. ხო, მაგრამ სეზონი მთლიანად სეზონში ვერ იტყვი რომ ზაუბერი. მთლიანად სეზონში არის მე-9 გუნდი. გავიგე. უყურე იყო რბოლები, სადაც იყო მე-5 გუნდიც და იყო ძალიან კარგი. კი, მაგაში ეთახმება. აი კარგი რბოლა ქონდა, მაგრამ აი რაღაც სასწაულს მაინც, რა ვიცი, მე ვერ ვაწერ. მნიშვნელოვან მომენტში გადაასწრო. ხო, ნუ ეგ იყო რომ მინიმიზაცია მოახდინა იმის, რა ჰაასის მონაგარი სერიოზული იყო, აქ საბოლოო ჯამში გადაასწრეს ხო ზაუბერს, მაგრამ აი ეს ერთი ქულა იმედის დამტოვებელია ხო, რაღაცნაირი იქნებ ზაუბერმა კიდე აი ესე გაარტყას პარამეტრები ალკის ბოლიძე ან ბორტოლეტოს ბოლიძე და შეძლონ მერე უკვე ჰაასის გადასწრება თავიდან. სამპაულო აქვს შემდეგი ცთა ზაუბერში. წავიდეთ ვილიამსში. ვილიამსი საშინაო რბოლა აქვს თან ბორტოს. ბორტოლეტოს საშინაო რბოლა აქვს. ისე გუშინ ხუმრობდით ხო ბორტოლეტომ რომ მოიგოს თქო ბრაზილია. საერთოდ ასფალტს დაჭრიან ბრაზილიელები და წაიღებენ ნაწილ-ნაწილ. ინგრევა სამპაულო და ინტერლაგოსის სეტანდა სპორტის კაბინეტს. წვიმავს. თან სენას ჩაფხუტით რო იგებ ბრაზილიას. აუ ისე რამდენი სენას ჩაფხუტი იქნება ხო ბრაზილიაში. ესიც სიამ პილოტებმა ხო. სენას ჩაფხუტს გადაიწევს ხოლმე. ხო ბრაზილიელი რო ხარ ალბათ ხო. არა ბრაზილიელიც რო არის ხო. არა ხო და მაგას ვამ ბრაზილიელი რო ხარ მithumetes ალბათ. მithumetes და ბორტოლეტოს ისედაც სენას ჩაფხუტი აქვს მე მგონი პირდაპირ ანუ რეგულარ ჩაფხუტით სენას ჩაფხუტია. და რა ბრუნოს. შეიძლება ბრუნოსი უფრო არის. გადავიდეთ, წავიდეთ ვილიამსში, ვილიამსი ალბონი საინსი რთული რბოლა ქონდა საკმაოდ ვილიამს და ზოგადად ორი ეტაპია რთული რბოლა აქვს ვილიამს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მაინც ქულები აიღეს, აი სპრინტში მინი პოდიუმი იყო ვილიამსის შველა, თორე ორი რბოლა ზედიზედ თან საინსი და ალბონი არიან. ხო, აი რაც ვაკეთე, თითქოს ცოტა თავში აუვარდათ საინსი. მაკედან გამომდინარე, ხო, ვილიამს ძალიან უჭირს ორი უქმეებია, საინს ქონდა პრობლემა თავიდანვე ეს ორივეჯერ რატო გადააჭარბა ხოლმე იმით საბურავებში. ხო, საბურავებში ქონდა კონტაქტი მანამდე და ზუსტად ეს სენსორები მაგ დროს დაუზიანდა, ვეღარ ახერხებდა დროზე წესიერად შესვლას ბოქსებში და ეს ხტუნაობაც მაკედან იყო გამოწვეული. კონტაქტი რა დროს იჩენს თავს, ხო, თითქოს კონტაქტი იყო. არა, თავიდანვე მაგ დროსაც უკვე ქონდა პრობლემები, მაგრამ აი ნელსიჩქარეზე უფრო ემჩნეოდა ეს ვიბრაცია და ალბომის სტრატეგია და ტაქტიკა საერთოდ ვერ გავიგე. ხისტირეზიდით დაწყება, ანუ აი როგორი რაღაცა იყო, იცი, ისე იქ დაუბრუნდი უნგრეთი სილვერსტოუნს. თუნდაც ადმინდი ხა ტეხასია. თემა იყო ტეხასი, ხო, ეს რაღაცა მე ვფიქრობ, რომ პირელის წარმომადგენლები ცოტა აი შეცდომას უშვებენ რაში, იცი, ახისტებენ პირიქით ერთი საფეხურით და არა არბილებენ. დარბილება კი იქ ხიფად შეიცავს, შეიძლება გაუსკდეს ვიღაც საბურავი, თუმცა ძალიან საინტერესოს ხდის რბოლას ხო და ორი პიტსტოპი, ერთი პიტსტოპი უკვე რომ აღარ იცი რომელი ჯობია. მაგას თუ ამბობ რომ პირელის წარმომადგენელი, პირელი თუ ამბობს იმას რომ რბოლები უნდა გავხადო საინტერესო, მე ვფიქრობ პირიქით. არა საინტერესო გახდა. ხო, მაგითი რომ გეთანხმები, ამ ერთი გადახტომით საბურავზე ტეხასში პირველივე ვარჯიშზე მიხვდნენ რომ ეს საბურავი არ მუშაობდა. საერთოდ აღარ წარს გამოიყენა. აქაც ეგრე იყო, მიხვდნენ რომ ხისტი საბურავი გადასაგდები იყო და სოფტი მედიუმი იყო დარჩენილი მთავარ ოფციად. კი ბატონო, ნამდვილად ასე იყო.
Racing Bull-ში წავიდეთ, ასევე რთული რბოლა, ჰაჯარს ჰქონდა ერთადერთი ვარიანტი, რომ ესე აიღო ქულა, ცუდი ტაქტიკით, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ საშუალო რეზინით დაწყება არ გამოდგა და არც ხისტით. კარგი, ჰაჯარს ჰქონდა ეს შასი და ბორტოლეტომ გაუქრო ეს ერთ-ერთი შასი, ლოუსონს კი კონტაქტი ჰქონდა და საერთოდ გამოეთიშა რბოლას. ლოუსონის მომენტი იყო იქ ძალიან სახიფათო მესამე წრეზე კინაღამ დაეჯახა მარშალებს ორმაგი ყვითელი დროშები იყო იმ მონაკვეთში დეტალები ეყარა პირველ სექტორში და ლოუსონი რო შევიდა არ ელოდნენ ბოქსებში რო შევიდოდა და მესამე წრეზე გამოვიდა თუ არა უცებ წინ დახვდა ორი ადამიანი მეორე მოსახვევში და ნუ აი ძალიან ახლოს ჩაუარა თან ესე მოულოდნელად რას წარმოიდგენ ხო ადამიანი როცა ტრასაზე და მაგ მომენტში მაგრა გადაურჩით და ბარემ აქვე შევეხოთ მოდი ვილიამსის თემას და იმას ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა როცა რეჟიმი როცა ჩაერთო ტრასაზე ბოლოსკენ მე ვფიქრობ რომ აი ამ მომენტმა ძალიან შეაშინა ზოგადად დირექცია და ამით გადაიზღვის თავი თორე იქ საინსმა მართლა ყველაფერი იქნა იმისთვის რომ დაბრუნდა წავიდა ტრიბუნაზე თან ორმაგი ყვითლები იყო ხო მაგ დროს და ხო ეგეც გადაზედმეტებული იყო ჯიბეში აი მაგაზე მეტი ალბათ მაქსიმუმი ალბათ იყო ორმაგი ყვითელი დროშები მანდ და უბრალოდ საინსი ძალიან მალე შედის ამ ჯიბეში და მალევე უნდა მოეხსნათ მე ვფიქრობ რეალურად გაგვიფუჭეს ძალიან მაგარი ბრძოლა ლეკლერე Verstappen შორის და ბერმანი პიასტრი შორისაც და რეალურად პიასტრის და Verstappen-ს შეიძლება კონდეთ ის მომენტი რომ აი წაართვა უსაფრთხოების ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმმა საკმაოდ სოლიდური ლეკლერმა პირდაპირ თქვა რომ მიშველა უსაფრთხოების მანქანამო ანუ ეგ მომენტი იყო რომ აი სპექტაკლი რაღაცნაირად წაგვართვეს ბოლოს კი ბატონო წავედით ჰაასი რომელსაც ალბათ სეზონში საუკეთესო რბოლა ქონდა ჩინეთის შემდეგ ჩინეთში ქონდა მსგავსი რაოდენობის ქულები 14 ქულა სწორედ მაშინ დააგროვეს თუმცა ის სპრინტიანი იყო აქ უსპრინტოთაც ხო მე-4-ზე კი 14 ქულა და სხვა შორის ორი ბერმანმა ჩემპიონატში გადაასწრო ესტებან ოკონს 22-30-ის წინააღმდეგ არის და ვინ იფიქრებდა ამას მე ვერ ვიფიქრებდი რომ ბერმანი 4 ბოლით ადრე ოკონზე წინ იქნებოდა ჩემპიონატში მიუხედავად იმისა რომ ოკონსაც ძალიან კარგი რბოლები ქონდა მაგრამ აი ოკონს აქვს რომ აი რაღაცა არ უმართლებს ავით ამ პილოტს მუდმივად რაღაცა გაუგებრობაში თუ ვინმე ყვება ოკონით იწყება ეს გაუგებრობა არ და ის სტილისტურად თუ შეადარო ოკონსაც რაღაც ეგეთი რბოლები აქვს რაღაც გავა მე-4-ზე მაგრამ მოვლის აქ რაღაც აი სტაბილურობის განცდა შემინარჩუნა სამი რბოლა ძალიან კარგია ეს სამი რბოლა ზედზედ ხულებს იღებს კი მე რეპორტაჟზეც ვთქვი რომ კი გაუმართლა იქ ერთი ამბავი იყო სტარტზე და ასე შემდეგ ამ თემას არ გეგონოთ რომ გადავახდით ამ თემას აუცილებლად შევეხებით სტარტის მომენტს და იქ კი გავიდა უცებ გადავიდა მე-4 პოზიციაზე მაგრამ თვითონ ტემპი იყო ჩემთვის ძალიან უცნაური რომ ოლი იჭერდა Verstappen-ი ყავდა, Russell-ი ყავდა უკან, Antonelli ყავდა, ბოლოს პიასტრიც ყავდა, ხო ვინ დარჩა, არ ვიცი ახლა. ყველა დაიჭირა. ყველა დაიჭირა, თან ისე დაიჭირა, რომ უმეტესობა DRS-ში აი ეფექტურიც ვერ იყო პოლისთან. ეფექტურის გარდა ხო, ანუ ვაკვირდებოდი, სულ მეგონა რომ აეხლა დაიწყებს დაწევას, აეხლა დაიწყებს ხან ჯერ Russell-ს, ჯერ Antonelli-ზე, მე Russell-ზე, ბოლოს პიასტრიზე, ანუ სულ მეგონა რომ აეხლა დაიწყებს ტემპის დაკარგვას და ბოლა ისე დაასრულა რომ ტემპი არ დაუკარგავს. ხო, რეალურად ყველაზე დიდი საფრთხე მაინც ოსკარი გამოვიდა, მაგრამ ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა გადაარჩინა, ხო, რაც შეეხება ჰაჯარსაც მართლა სტრატეგიულადაც სიჩქარეც არ ყოფნი და მოკლედ Racing Bull-ს ამ ტრასაზე, არა და კვალიფიკაციაზე თითქოს ეთქობოდათ რომ კარგები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მოკლედ ჰაასის ორმაგი ქულები და ჰაასის გამოცოცხლება ბოლოსკენ სეზონის, ნახოთ როგორ დაასრულებენ უკვე სან-პაულო, ვეგასი, კატარი, აბუ-დაბის კვარტეტს. თამაშს ორი სპრინტი გვაქვს, ხო? ესე ბარემ სტარტზე წავიდეთ. სტარტში ძალიან საინტერესო იყო რომ Verstappen-ს ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა. და რეალურად რომ არა კერბზე შედგომა შეიძლება შეეხვია კიდევაც სამ პილოტთან ერთად, თუმცა მეერე სად დაეტროდა. მან სადაც ლეკლერმაც არ შეახვევია. ლეკლერმა არ შეახვევია. მან ეგ იყო საერთოდ ჯაჭვური რეაქცია, ლანდომ დაიწყო.
ლანდო მიაწვა ჰემილტონს, ჰემილტონი მიაწვა ლეკლერს და ლეკლერი იძულებული იყო მიწოლოდა Verstappen-ს მოუწია გადასვლა. რაღაც მომენტი ლეკლერზე არის თემა რომ ტრანსფარგლებს გარედან შემოვიდა ტრასაზე, ანუ როცა Verstappen-თან ქონდა ეს 4-ვე როცა დადგა, რომ მოუხვია, Verstappen-მა ვერ მოუხვია, ძალიან კარგად უწევდა და მაგრად გადარჩა სხვათა შორის, კედელს რო არ დაეჯახა და ამას თვითონაც აღნიშნავდა. ლეკლერიც გადავიდა მაგ დროს ტრანსფარგლებს გარეთ, თողოთ შემობრუნდა მომენტალურად და მაგ დროს ჰამილტონი იყო წინ. შეიძლება ლუისის გულშემატკივარს კონდეს მომენტი, რომ აი ლეკლერი ტრანსგარედან მოვიღო უპირატესობა. ეს მთავარი თემაა გუშინდელი განხილვის, რომ გადასვლამდე ჰამილტონი იყო წინ და ლეკლერი ვალდებული იყო და ებრუნებინა პოზიცია. ამაზე ლუისი თავიდან რო ამბობდა, რომ პილოტებს შეუძლიათ გადასვლა ეს დაბრუნა, მაქსი არ ამბობდა. მაქსი არ საუბრობდა. ამას ლეკლერზე ამბობდა, ოღონდ ძალიან ისეთი ტონი. რაც შეიძლება პოლიტკორექტულად. რაც შეეხება მაქსის მომენტს, მან მაქსი გადასვლის დროს იყო მეოთხე, დაბრუნდა ტრასაზე, რასელის წინ იყო, მოდი მარტივად ვთქვათ, დაბრუნდა ტრასაზე, გაატარა ის, ვისაც გაასწრო, ორი ფერარი იყო და დარჩა რასელის წინ. და რასელიც გადავიდა. ანტონელიც გადავარდა იქ. მოკლედ, მან Verstappen-ს არაფერი არ დაურღვევია, ვისაც გაასწრო და ვისთანაც მოიპოვა უპირატესობა, ის პილოტები ისევ ხო, გადაატარა წინ. აი ეგ მომენტი უბრალოდ მან და ლეკლერი როცა ბრუნდება ტრასაზე, თუ დააკვირდები, შუაში არის Verstappen-ი ამ დროს. კი, ლეკლერი, Verstappen და ჰამილტონი, მაგრამ იყო იქ შემდეგ უკვე, როცა მაქსი ატარებს ჰამილტონს და ჰამილტონი გადადის ლეკლერის უკან, მან შეიძლებოდა პრეტენზია ქონოდა ლუის, რომ ლეკლერს მიეცა პოზიცია, მე ამ ხრივ ამ დროს ჰამილტონის კენვა. ზოგადად სადაც ცოტათი ხისტი იყო ლეკლერი, ცოტათი კი არა, საკმაოდ ხისტი იყო სტარტზე. იქ გასაგებია ნორისის DRS-ისთვის კი არა, სლიპსტრიმისთვის იყო იქ ბრძოლა, რომ ვინ ჩაუდგებოდა ნორის უკან, ჰამილტონი ჩაუდგა, მოასწრო, პრინციპში ისედაც ედგა ჰამილტონი ნორის, თუმცა ლეკლერი არ ცდილობდა იქ ჰამილტონის გადაგდებას და არ ცდილობდა ჰამილტონის შევიწრობას. იქ ცდილობდა უბრალოდ ლანდოს უკან აღმოჩენილიყო თვითონ. მაგრამ ლეკლერს რომ მიეშვა, თქვათ ლუის, ხომ არ გადავიდოდა ლუის პირველ პოზიციაზე პირველ მოსახვეში. ხო და ეს მომენტი იყო ზუსტად ამისგან აიცილა თავი ლეკლერმა თვითონაც უნდოდა სლიპსტრიმი, მაგრამ თავდაცვაც გამოუვიდა ჩვეულებრივად ლანდო სლიპსტრიმი არ მისცა ჰემილტონს, ხო? და ეს იყო მთავარი მომენტი, ანუ გუნდურად არ ვიცი. ლანდო მაინც დაკეტავდა ალბათში და ტრაექტორიას იქ ლეკლერიც ვერცად წავიდა, მე მგონია რომ ჰამილტონს მაინც გაუჭირდებოდა გალიდერება, მაგრამ ლეკლერმა რო ხელი შეუშალა ამ ყველაფერს, ეგ ფაქტია. ფაქტია. ხო, საქმე არ შეუმსუბუქებია, გაურთულა პირიქით. თვითონ სტარტს რო შეხედო, ჰამილტონი ძალიან კარგად ძრავს ბოლიდს, ძალიან კარგად და ანუ მომენტალურად იწყებს უკვე ლეკლერზე შეტევას და რაღაც მომენტი მე მგონია რომ პედლიდანაც ფეხი აუშვა ჰამილტონმა. კი, ერთ მომენტში იმიტომ რომ იქ დაიმტრეოდნენ ნამდვილად ორივე. მოდი შემდეგი ალპინი ყავს რიგი და პირდაპირ დავსკიპოთ ალპინი. პრინციპში ალპინის და ასტონის მე მგონი. რაზე უნდა ვისაუბროთ ან ერთზე ან მეორეზე, არც ალპინს არ უქნია. ალპინზე ერთ ვიტყვი რომ ვერ ვხედავ მიზეს რატომ უნდა გაუშვან გუნდიდან კოლოპინტო და ამოსოზე ვიტყვი ერთი რომ იქ კონტაქტის შემდეგ ეშინოდათ მუხრუჭების პრობლემა არ ქონოდა. ანუ მუხრუჭების პრობლემა ქონდა, მაგრამ ჯერ მუშაობდა და რომელიმე წელზე რაღაც უბედურება არ მომხდარიყო და ამის გამო დაასრულა ალონსომ დროზე ადრე ერბოლა. სტროლმა იქ იწვავა, თუმცა თავზე ისევ ძალა არ იყო. მოკლედ ალპინ და ასტონ მარტინმა ეს რბოლა უნდა დაივიწყონ, რაც შეიძლება სწრაფად. წავედით ლიდერებში, დავიწყოთ მერსედესი, რომელშიც დაიძაბა გუშინ სიტუაცია და ერთი მომენტი იქ კიმისთვის რო არ დაებრუნებინა რასელს პოზიცია, ვიტყოდი რომ კიმის ჩაგრავენ. მაგრამ არ ჩაგრავენ არაფერი, რაღაც მომენტ შეიძლება გაგჩენოდა ეგ სტაბეჭლება შექმნოდა რომ იჩაგრება კიმი, თუმცა ხო, აი მე პირიქით დამრჩა ცოტა შტაბეჭლება რომ რასელს ცოტა ბევრი ლაპარაკი ხო არ მოუწია იმისთვის რომ გაეშვათ. მანამდე თქონია მომენტები, როცა კიმი გაუტარებია რასელს წინარბოლებში, უფრო სეზონის სტარტზე. უბრალოდ რასელზე ვერ ვიტყვი რომ არა რეალურს ეუბნებოდა რაღაცას.
ანუ მაინც ფიქრობ რომ რაც რასელი ამბობდა უნდა იცადათ ეს მით უმეტეს კიმი ვერ ეწეოდა ოლის მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ კიმი ვერ ეწეოდა ოლის კი არა ოლი იყო ძალიან კარგი და ვერ ჯორჯი ვერ დაეწია საბოლოო ჯამში უბრალოდ ოლი დადიოდა ჩვეული მეორე რედბულის კი უბრალოდ აი რასელის მომენტი რა იყო იცი ცოტა იშმაკური გათვლაც ჰქონდა რა პიასტრი იმდენად უტევდა თვითონაც ხვდებოდა რომ კიმი შეიძლება ვერ გაეძლო ამ წნეხისთვის და არანაირი პოზიციის დაბრუნება აღარ მოუწევდა უკან და ესეც იყო რაღაცა ხრიკი მაგრამ ჯამში მაინც მოუწია უბრალოდ აი კიმის მომენტი იყო ცოტა ისეთი აი ბავშვის ხმით რო იცის ხოლმე რატო არ მიბრუნებს პოზიციას მე რას ვფიქრობ იცი აი რატომღაც არ ვიცი ძალიან უტოპიაა შეიძლება და ძალიან რაღაც ზრბოლის შუაში მივდივარ ახლა მაგრამ აი ანტონელი რო ყოფილიყო წინ მის უკან რასელი და მე პიასტრი ამ ორ პოზიციას მერსედეს ვერ მოუგებდა აი ეს მგონია იმიტომ რომ რასელს ჰქონდა ანტონელის დიარესი ანტონელი ეგრევე ამოაგდო რასელმა დიარესიდან და მაგიტომ გაასწრო პიასტრიმ თორე ვერ გაასწრებდა ამ შემთხვევაში რასელი არ გაასწრებდა ანტონელის იმიტომ რომ თანაგუნდელია და ანტონელისგან მოპოვებული დიარესით პიასტრისაც შეინარჩუნებდა უკვე. ეს შეიძლება ძალიან utopia არა utopia არ არის, ეგ არის რა სტრატეგია, იცი როცა პოზიციების შენარჩუნებაზე ფიქრობდა, იქ როცა ბერმანს ხედავ, ჰაასი წინ და ხო მაგრამ ფაქტია რომ ხო მაგრამ პროცესში ხა მაინც ხო უნდა ცადო ყველაფერი, მაგრამ ბერმანს რო აი მე მგონია რომ ხა მაქსი რო ყოფილიყო წინ შეიძლება ეგ სტრატეგია მართლა იცადათ, იმიტომ რომ სწრაფი მანქანა მაქსი ან სწრაფი ლანდო წირო აზრი არ აქვს და ჰაას რო ხედავ წინ მეოთხეზე და პლუს ოლიბერმანია ხო ცდუნება არის რომ ერთი პოზიცია მოიგო თორე მაგაში გეთანხმები სტრატეგიულად თუ პოზიციების შენარჩუნება უნდათ ეგრე უნდა ექნათ და ნუ რასელის წინ გაშვებათ უნდათ რაღაცნაირად ბოლოს იქნებ ყოფილიყო ის მომენტიც რომ კიმის ადგაც გადაატარებდა ხო თან ამით ხო რეალურად ამ გატარება გამოტარებით დროც ხო კარგება ეს 1 და 3-ზე იყო 2 და 5-ზე ავიდა ამ გატარების შემდეგ და ვერა და ვერ ჩამოიყვანა 2-დან 2.5-მდე მერყეობდა ბერმანი რასელი შედაც ჰაერი მანდ არ არის და ჭუჭყიანი ჰაერი კი ბატონო გადავიდეთ Red Bull-ში, Red Bull-ი ისე თითქოს თავიდან 2 ბოლიდით იყო, მაგრამ ისე საბოლოოდ აღმოჩნდა რომ 1 ბოლიდით არიან, აქ სერხიო პერესმაც ისაუბრა ბოლომდე რომ არ აკრიტიკებს Red Bull-ის არც ერთ მეორე პილოტს, ეს ვინც არ უნდა იყოს ძალიან რთულ მდგომარეობაშია, როგორც მექსიკელი იძახის, გარდა იმისა, რომ Max Verstappen-თან ბრძოლა არის რთული, Red Bull-ის და Max Verstappen-ის წყვილთან ბრძოლა, თუნდაც შენი გუნდის წარმომადგენელი იყო, ეს ფაქტიურად შეუძლებელიაო, როგორც სერხიომ აღნიშნა. ხო, ნუ ეგ ისედაც ვიცავთ, თქო, ხედავდით მაგას. თუმცა რომ დაადასტურა ჩეკოს მანდ მაგ ინტერვიუში ყველა საინტერესო იყო ის, რომ მე არ ვილაპარაკებ ბევრს, ანუ კიდერეები ხდებოდა იქ. ხო, ჩეკო ამას არ ამბობს. უბრალოდ ხო მაგას გაუსვა ხაზი რომ ერთია მაქსის თანაგუნდელი იყო და მეორე Red Bull-ში ლეკლერი ჰამილტონიც ამ ორსაც გაუჭირდებოდა მოკლედ მასთან. არ ვიცი, ცუნობდა მე მგონია რომ უკვე ძალიან ახლოს არის გაშვებასთან მით უმეტეს შენ თქვი რომ ნიდბლადი იქ მე 6-ზე გავიდა ვარჯიშზე ხო ესეც რაღაც წნეხია ხო კი ვარჯიშია კი ეს არის მაგრამ ეს ბიჭი ფორმულა 2-ში ხედავთ რამდენად სწრაფია ხო ეხა ხდება 18 წლის წარმოიდგინე ბრიტანელია ისიც ბერმანის მსგავსად ხო და თან მარკოს აქვს ნათქვამი რომ მექსიკის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდთან დაკავშირებით და შემადგენლობასთან დაკავშირებით სხვა შორის მე მგონი ალპინშიც ასე აპირებენ და მოკლედ არ ვიცი მაქსზე რა უნდა ვთქვა ვთქვით რომ პრობლემები ქონდა და მაქსიმუმი ჩემი აზრით მაქსისთვის იყო პოდიუმი თურმე მეორე ადგილი შეიძლება შანსი არა მოგება ლანდოს მოგები ამ ბოლაში არავინ არ იყო ხო და ჯამში ალბათ ცუნოდასთვის აქ ქულის ვეირაღებაც და მართლა ბორტოლეტო რომ შენს წინ დაამთავრებს უარესი მანქანით ცოტა რთულია მე გუნდში დატოვოს რო არ მიწდეს. არა, პირიქით კომპლიმენტია, ეგ ანუ უარესი მანქანი დაამთავრა ცუნოდაზე წინ იქ, რავი, რა სტრატეგიაც არ უნდა ყოფილიყო. ხო, ესეც ვთქვათ, რომ შეცდნენ ალბათ ძალიან ერთნაირად ვფიქრობთ მან, რომ მედიუმი დაწყება ალბათ უფრო მაინც შეცდომა იყო. აი ეს იყო ალბათ სოფტი დაწყება იყო მაქსიმუმი, მაქსის რო გასულიყო მეორეს. კი ბატონო. Red Bull-მა ხო ესეც ბოლოს გაუფუჭა მაქსის მეორე ადგილი რომელიც პოტენციურად შეიძლება ხო მაგრამ აი რა მინდა ვთქვა იცი ჩვენ რას ვამბობთ რომ სოფტი რო დაიწყო ამაზე მე მგონი საბრძოლველიც არ არის მოუწევდა ბრძოლა არავინ იცი შეიძლება
კიდე გაიწვალებინა თუნდაც წინ ნორისი და რაღაც პრობლემა ხარა კარგი გავჩუმდი ხმასარო ერთ მაგაზე მესმის რომ ბრძოლა გინდა შეუძლებელი ხო და უცებ რაღაც მომენტი კი ვიფიქრე მე რომ დავფიქრდი შეუძლებელი იყო ნორისზე აქ ვინმეს გაეწია რავი კონკურენცია წავედით ტიპოზებში ფერარიში იტალიაში საუკეთესო რბოლა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ფერარისთვის გუნდურად იყო კიდევაც მოდი ვთქვათ ტემპის ხრივ საუკეთესო რბოლა ფერარისთვის თუმცა ლუის ძალიან გაუფუჭდა იმ ჯარიმის გამო ეს რბოლა მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვჩები გუშინ პოლის შემდეგ საუბრობდით მაგაზე ლუის რო არც დაეჯარიმებინა ძალიან გაუჭირდებოდა ამ მესამე ადგილის შენარჩუნება ჰამილტონს ვერსტაპენთან მიმართებაში აი მანდაც ეს მომენტია რაც მერსედესზე ვილავთ შენ თქვი წერა რა აი ეგ სტრატეგია მანდ უფრო შეიძლებოდა მაგ სტრატეგიას ემუშავა ამ პირიქით ლეკლერი ყოფილიყო წინ ჰამილტონი უკან და ფრთა მიეცა უბრალოდ და არ მიეცა საშუალება თუნდაც მაგს ანუ რაღაც თეორიაში ესეც ჩდება მაგრამ ხო ჰამილტონს მაინც გაუჭირდებოდა პოდიუმზე ასვლა უბრალოდ მე მაინც იქვა რომ ეს ტრასის კონფიგურაცია გამოცდი ლუის და ეხმარებოდა სადღაც კი მართალია ხა როცა ფრთა აქვს შენს მე ტოქე ძალიან რთულია შეინარჩუნო შენი პოზიცია, მაგრამ მაინც თვლი რომ ხო მეტი შანსი ექნებოდა, რა თქმა უნდა. ჯარიმაზეც ვიტყვი რომ ძალიან მკაცრი ჯარიმა იყო ჩემი აზრით და ზოგადად ძალიან მკაცრია 10 წამი ამის გამო ლუისმა იქ ახსნა რომ უბრალოდ ჩავშლით მე საბურავის ხო უფრო იმას ჩავშლით მაქსი ჰამილტონის და აქ უბრალოდ ლუისმა თქვა ის რომ ჭუჭყიანი ტრაექტორის მიღმა იყო ტრასა ჭუჭყიანი ვარჩიე რომ გადასულიყავი და იქ მართლა ყვითელ ზოლში იყო ერთი პერიოდი გადმოსვლისაცაც მაინც იქ შეეხო იმასვალს უბრალოდ ესე ძალიან ვიწრო ძალიან მაღალი ტემპი არის. ყველაფერი ხდება წამის მეათედებში. აი უყურე ტრასა არის სწორად ესე და თხოვ რომ გადმოვიდე აი აქ. ცოტა ეს არ მესმის ხო ამ ბილიკით. კი, უპირატესობა მართლა მოიპოვა იქ გადასვლით, მაგრამ აი მაინც ვფიქრობ რომ აი რამდენი მოიპოვა. 3 წამი 2 წამი მაქსიმუმ. ძალიან ხისტე იყო ეს. ხო 10 წამი მე მგონი რომ ბევრია. თან რაღაც ძალიან ვიწრო ბილიკი არის. 90 გრადუსიანი მოსახვევი ამ ვიწრო ბილიკზე. იქ ყვითელი ხაზი ხო არ ვიცა. ხო, ნუ უბრალოდ წიგში წერია ეს 10 წამი და თან 10 წამი. ძალიან ხისტე მიდგომა არის. ლეკლერზეც თქვა ორიოდეს თქვა მართალია, ბოლოში ფაქტიურად არ გამოჩენილა და ბოლოში უნდა გამოჩენილიყო შარლ ლეკლერი და ვირტუალური უსაფრთხოების ბანკის გამო მანდაც აღარ გამოჩნდა. ლეკლერმა ჩაატარა ძალიან მაგარი რბოლა. რეალურად შარლი იქნებოდა დომინანტი ამ რბოლაში. რომ არა ნორისის კიდევ ორმაგი დომინაცია. ხო. ლეკლერი ძალიან მაგრა იარა, მოიშორა მესამე ადგილოსანი ახლოს არ იყო უბრალოდ მაქსმა ბოლოს სტინტი ისე იარა დროები, რომ ნახოთ, არ ვიცი, ნახეთ ეს დროები, წუთი 21-ში დადიოდა ყველა წრეს აბსოლუტურად რაც გამოვიდა ბოქსებიდან. აი ეს ალბათ კლასიკური მაგალითი იმის, როგორ გადადიხარ ბოლის ბოლოს სოფტებზე და როგორ ხარ შენს მოწინააღმდეგეზე სწრაფი, რომელსაც აქვს მედიუმი. კი, რომელზეც იყო 7-8 მეათედი სწრაფი წრეზე. კი. ლეკლერი აქ მესამე პოზიციაზე რო გასულიყო, მაინც აქტივში ჩაიწერებოდა ეს რბოლა ყველა ვარიანტში, მაგრამ ხო, შარლი თითქოს აი შეუმჩნეველი რაღაცა იყო, ცოტა აი დაუფასებლობის მომენტია რა. რაღაც დიდ ბევრჯერ ვერ ვნახეთ და ასე შემდეგ. ზოგადად შარლი ატარებს ძალიან კარგ სეზონს. ამანქანით მე-7 პოდიუმი წელს მე ვფიქრობ რომ არ არის ცოტა და შარლი არის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში ალბათ და კარგი ვერსია თავის რაც მინახავს ზოგადად ფორმულა 1-ში მაგრამ ისევ და ისევ პირადად მე ფერარისგან არ ვიცი როგორ თქვა მეცველოდი თქო უბრალოდ რაღაც მაკლარენი ახტა ხო თავის თავზე მაღლა ვიდრე წინარ ბოლებში რასაც მე პირადად ნამდვილად არ ველოდი და რეალურად რომ არა მაკლარენი რასაც ველოდი ხდებოდა ის Red Bull-ი ფერარის შორის წავიდოდა ბრძოლა საბოლოო ჯამში უბრალოდ ნორისმა ხო მართლა ხო ნუ ლანდო იყო არ ვიცი მიუღწევადი იყო დანარჩენებისთვის გადავიდეთ უკვე ჩემპიონებში და ლიდერებში ლანდოსთან და ოსკართან ანუ ლანდოზე მართლა აი როგორც ალპინზე და ასტონ მარტინზე ვერაფერი ანუ აქ პირიქით ოღონდ შექების გარდა ლანდოზე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვით ანუ
ტიპი მოდი თქვათ გამოვიდა დაჯდა ბოლიდში ანუ არავის არაფერი არ დაანახა პაპაისფერი მანამ სანამ წრეზე არ დაეცია დანარჩენებს ხო ანუ ეს იყო აი მართლა მეგარბოლა ლანდოს შესრულება ზუსტად ეს არის ლანდოს ნიჭი რა ჩვენ საუბრობთ ხოლმე რომ იქ რაღაც ზუსტად აი ზუსტად ეს არის ამბიც ეს აქვს აი ეს ნაპერწკალი აქვს რაც მთავარია ფორმულა 1 ხო არის ძალიან სწრაფი უბრალოდ არის ის ამ სისწრაფის და ამ სტაბილურობის შენარჩუნება და გადანაწილება რამდენიმე რბოლაზე აი ეს არის სინგაპური ავიღო ჩარშანდელი ხო კი იქ დაუშვა შეცდომები მაგრამ იქაც ტემპი ძალიან დომინანტური ჩარშანდელი აბუდაბი ავიღოთ იქაც ხო ანუ ამ ადამიანს შეუძლია ისეთ ტემპი შემოგთავაზოს კარგი მანქანით როგორცაც ჩემპიონები გვთავაზობენ ისე მოიგებს ანუ ისე და დაიწყებს ბოლოს ჩაიქნევ ხელს ამ ადამიანმა ეს თუ შეინარჩუნა ამ 4 რბოლის განმავლობაში და რა თქმა უნდა მანქანამაც ხელი შეუწყო მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ფავორიტია თან ძალიან დიდი აი რაც შეეხება ოსკარს მე მგონი არ ვიცი მე პირადად არც მიფიქრია კონსპირაციაზე და ვერც ვიფიქრებ იმიტომ რომ უბრალოდ ვერ იზავს მაკლარენი რადგან იქ მარკ ვებერია იქ 1000 თვალია 1000 ტელემეტრია ესე არ არის რომ რაღაც ბოქსები ძრავს პარამეტრი ჩაუწიო და ოსკარი იყოს ნელი თვითონ ოსკარმა კითხვა რომ ყველაფერს ისევ ვაკეთებ მაგრამ რაღაც არ გამომდის საბოლოო ჯამში პარამეტრებიც ვერ იყო ოსკარის მანქანის კვალიფიკაციაში ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო მეორე მესამე მოსახვევში პირველივე სექტორში ძალიან ბევრს კარგავდა ლანდოსთან შედარებით ზუსტად ეს იყო მთავარი მიზეზი რის გამოც ჩააგდო კვალიფიკაცია მაგრამ ბოლოში ვნახეთ რომ პიასტრის მანქანა გამოცოცხლდა და უკვე ოსკარიც ძალიან სწრაფი იყო უბრალოდ ნუ იქ წინ მანქანები ყავდა და ეს ტემპი ხო არ იყო შესამჩნევი იმდენად სუბრძოლაში იყო ოსკარი თორე რეალურად პიასტრის ბოლიდი იყო ის მაკლარენი რომელ მაკლარენსაც მიჩვეული ვართ მთელი სეზონის განმავლობაში და არ ვიცი ალბათ მაინც გამოფხიზლების ნოტა იქნება ეს ოსკარისთვის რაც მოუხდება საბოლოო ჯამში ჩემპიონატს პიასტრი ანუ ავიღოთ პირველ 16 ბოლოში 14 ჯერ ავიდა პოდიუმზე 16 ბოლოში და ბოლო 4 ბოლოში 0 პოდიუმი. ანუ წარმოიდგინე როგორი მკვეთრი რეგრესი არის ჩემპიონატში ავსტრალიელის მხრივ, ხო? ერთი ქულა უკვე ჩამორჩენა ლანდოსთან 357-356 წინამდე გადავედი უკვე ჩემპიონატზე. და მაქსი 321 ქულით. მაქსმა ასე ვთქვათ, ლიდერთან შეამცირა სხვაობა თუ 40 ქულას აგებდა, ეხლა 36 ქულას აგებს, თუმცა ნორისმა გაუზარდა მაქს. როგორი რაღაცა 26-დან 26. აქამდე თუ ერთზე ბრძოდა, ეხლა ორზე ბრძვის ჩათვალე რა. ანუ ორივე ერთნაირად უსწრებს ეხლა. ორივე ერთნაირად. ხო, თუ ლანდო უსწრებდა ნაკლები ქულით, ანუ ორი თავის ტკივილი აქვს ეხლა მაქს ვერსტაპენს. კი ბატონო, აი რასელსაც ჯერჯერობით მათემატიკური შანსი ხოთაშორის აქვს, ჯორჯს მაგას კიდე რა არის 99 ხო, ისეთი არის რა, შეიძლება ვეგასის მერეც კიდე ექნება მათემატიკური. მიმდინარეა გაშვება. ამატებს და მიმდინარე აქვს კი ჩემპიონატში გაშვებული. მოკლედ რასელი დარჩა მათემატიკური შანსით, დარჩები რა თქმა უნდა არ არიან. რასელი ისაც მე მგონი დარჩება მეოთხე ადგილზე ვერ შეეცლება ვერავინ თუ მართლა რაიმე სასწაული არ გააკეთა იქ ლეკლერმა დარჩენილ ბოლოში. რამდენი ქულას აგებს? 48 ქულას აგებს შალთან. შარლი ჯორჯთან მოვაგებინო ფერარის ერთი რბოლა თუ მოიგო არის შანსი რომ სადღაც წამოეციოს მაგრამ იქ მაშინ რასელმა ვერ უნდა აიღოს და მანდ ძართული იქნება ეგეც ძართული იქნება რომ შეიძლება სხვაობა რასელმა რამე ვერ მოიგოს და სადმე ქულა ვერ აიღოს ეგეც ძალიან რთული საქმე არის და ჰამილტონიც ალბათ მე-6 ადგილს და ანტონელის მე-7 ადგილში და ალბონს მე-8 ადგილში ვეღარავინ ანტონელის ფათაშორის ის აქვს შეუძლია რეკორდი მოხსნა 109 ქულა აიღო ჰამილტონმა თავის სადებიუტო სეზონში და 97 აქვს ხო მე მგონი 97 ხო და ანტონელიმ თუ მოახერხა და გადაცდა ამ 109 ქულას ანუ რეკორდს ხდის უბრალოდ მანდ ეგ მომენტია 10 ქულიანი იყო აქ 25 ქულიანია და არაფერს არ ამბობს ეგ რეკორდი ფაქტობრივად მაშინ ჰამილტონმა აიღო 230 ქულა ხო არაფერს არ ამბობს ეს რეკორდი კი თუმცა მაინც სასიამოვნოა ანტონელის. ხო, რეკორდი ახლა ქულებს თუ ვითვლით, აი ლუისი გადაცდა ხო 500 ქულიან ჯინულს. შადამსტარი ხო 2007-ის მერე ვინმე. ხო, მაგას ვიძახი. მაგარი დებიუტანტი. ლუისას შედეგს, ლუისის ბრალი არ არის. ამიტომაც ანტონელი ხდება რეკორდსმენი.
დამზახურებულად, მოდი ასე ვთქვათ. ანტონელი გამოცოცხლდა. ბოლო 5 რბოლა იღებს 5-ვეში ქულებს და დადინჯდა, კარგათაც გამოიყურება საბურავების შენახვაც ნელ-ნელა პროგრესირებს ამ ხრივ, მაგრამ ესე ვთქვათ, რომ ეს ბოლა იყო სადაც საბურავი ნაკლებად ცდება. ხო, მაგრამ Mercedes თვითონ უჭირს თან საბურავის შენახვა ეს თემატობა, პლუს თვითონაც ვერ ინახავს. მაგრამ არც ისე დაბალი ხონდა. კარგად გამოიყურება ბოლო რბოლებია, მოდი ვთქვათ, ანტონელი, აი რა შუაში რა კატასტროფაც ქონდა, ეს კატასტროფა მოფხრა რაღაც 10 რბოლაში 2 ფინიში ქონდა მხოლოდ ანტონელის, რაც საშინელი შედეგი არის. ალბონის ალბათ მერვე ადგილზე დარჩება ჩემპიონატში, აი მე-9 ადგილისთვის ჩემპიონატში არის აი პირველი ადგილისთვის ბრძოლა და მე-9 ადგილისთვის ბრძოლა არის. ჩემპიონატში ჰულკენბერგი ჯერჯერობით ლიდერობს ამ ბრძოლას, მაგრამ წარმოიდგინეთ მე-14 ადგილამდე მე-9 და 9 ქულა არის. ყავს უახლოესი. უახლოესი ყავს ჰაჯარი, შემდეგ საინსი, ალონსო, ბერმანი, სტროლი, ლოუსონი. ესენი არიან. უჭირდება შენაჩვენე. ჰალკს არიან გაუჭირდება, მაგრამ ჰალკიც რისი ჰალკია ხო? მან არის ალბათ ის ვინ გაისვრის იდეა. უცებ შეიძლება გამოვიდეს და მართლა გაისროლოს მეორეჯერ ავიდეს პოდი. აი, მაგ მე-9-დან მე-14-მდე ეგ არის ალბათ. ვინც გაისვრის, აი რაღაც ოლის ბერმანისნაირად. ბერმანს შანსი აღარ ქონდა ფაქტიურად ამ ბრძოლაში ჩართვის, რომ ბორტოლეტო უკანია. ეს ხო, მე-4 ადგილი. ეხლა ბორტოლეტომ უნდა გაისროლოს, რომ მოხდეს და გასლი დადგება თავის პოზიციაზე უკვე. ბორტოლეტო დარჩა, ვისაც ასწრებს ჯერჯერობით გასლი. რაც შეეხება კონსტრუქტორებს, შეიძლება კონსტრუქტორებს, აქ ვიცით რომ McLaren ჩემპიონია და 713 ქულა აქვს, აი, რაც შეეხება Ferrari, Mercedes, Red Bull-ის ბრძოლას ამ სამ გიგანტს შორის ხოლმე 10 ქულას ხოლმე და აი ესე იცლება სიტუაცია ყოველი რბოლის შემდეგ, ხან რომელი გადის წინ, ხან რომელი. აი ალბათ კიმის მისია ეს იქნება მთავარი, რომ მოიგონ რა პრინციპში მოგებას ნიშნავს. მოიგონ, აბა რა არის. გავიდნენ მეორე ადგილზე Mercedes-ი, არ ვიცი, რა სჭირდებათ ამ Ferrari-ს ან Mercedes, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირდაპირ არ შეიძლება ამბობენ უბრალოდ, მაგრამ დიდად არც არ ნაყულებთ ახლა მეორეზე გავლენ თუ მესამეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქტივს ჩაეწერება ისედაც კიმის ეს სეზონი, მაგრამ თუ კონსტრუქტორებში მეორეზე გავიდა Mercedes-ი, უკვე ვიტყვით რომ კიმის ბრავო. კიმის ჩაითვლება აქტივში, ასე ვთქვათ, ეს სეზონი Red Bull-ის მეორე პილოტისგან განსხვავდება. ხო, აი, მან ვავალებ პარალელს რა, ახლა ლუისი და ლეკლერი გასაგებია, მოგიბარა Ferrari-ს და მეორეზე ჩემპიონატში. ზუსტად ლუისი და ლეკლერის ხარჯზეა მეორეზე Ferrari ჩემპიონატი. უპირობო ალბათ მე-4 ადგილოსანი. მე-4 ადგილოსანი იქნებოდა უპირობა, აი რასაც ქვია უპირობა, რომ არ ყავდეს ესეთი მაღალი დონის პილოტები. აი უპირობა მე-5 ადგილოსანი არის Williams-ი ჩემპიონატში და არ ვიცი დუბლს თუ აიღებს რაღაც ბოლაში Racing Bulls-ი ექნება შანსი და ძალიან საეჭვო მაგის ბრაზილია. საუბერი ვერასდროს დუბლით. საუბერი დუბლით მოვაგებინა. საუბერი დუბლი რო აიღოს მაინც ვერასდროს 7 ქულა ექნება და 111 დარჩება Williams. აი სპორტოს მოგება არ გინდა გულისიღება ბრაზილიაში. როგორ არ ნებისმიერ ტრასაზე მინდა რომ underdog იღებს. ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ ზოგადად ფორმულა 1 შერა გაგაჩერებს. უნდა მოგიულო პორტოლეტოზე. მოგია მომბალი გაქვს მე მიშლი ნერვებს. ესე მომბალი. დებიუტანტებში ყველაზე ნაკლებად მომწონს. არა, ჩემპიონატზე მოგეწონება ყველა. მე-4-ზე ალბათ. ხო, მე-4-ზეა ჩემი. მე ლოუსონს მიჩემია დაგამშვიდა. მე პირადად პორტოლეტო ყველაზე მეტად მომწონს ან თავისი თანმიმდევრულობით. ეს არ ჩანს, იმიტომ რომ ზაუბერში. არა, თანმიმდევრული არა, ეხლა 16 დუბლაში ქულას რო ვერ აიღებ. თანმიმდევრული არ გაჩერდე, ხო? თანმიმდევრული არის, მაინც დავამატებ, ჰაჯარი კი უფრო სწრაფი არის, თუმცა აი რაღაც გქონია რომ გრძელ დისტანციაზე ამ ორს ექნება ძალიან მაგარი. არა, ქონია კიდევ და მოუგო ბორტოლეტომ რაზე ალაპარაკი. გრძელ დისტანციაზე მოუგო ზუსტად, თორე იქ რბოლაში რო აიღო, ჰაჯარი უკეთ გამოიყურებოდა ყველა რბოლაში. ჯერ ყველა უნდა გაიზარდონ, მოდი ამაზე შევთანხმდეთ, ანუ ძალიან ადრეა მაგათი გაკრიტიკება რა, 5-ვესი ალბათ ლოუსონის უფრო არა, მაინც რა. კი ბატონო. მარკოსის გადმომედო. ჩვენი რუბრიკები დღის მბოლელი, თქვათ ვინ იყო შენთვის? პირობოთ ოლი ალბათ ოლივესთვის. მანდაც ეგ მომენტია, ვანდოს რომ დიდი სლემი მოეგო, ალბათ დავფიქრდებოდით ცოტა, ხო? კი. რაც შეეხება დღის გადასწრება, ჩემთვის არის
ბორტოლეტო ჰაჯარი ისე გამომხედე უკვე იცოდი. ანუ მნიშვნელობით რომელიც დიდ ეკრანზეც კი არა ჩვენს. დიდ ეკრანზე არა ჩვენს, მაგრამ ანუ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, პატარა ეკრანზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების ბრძოლაც იყო და ეგეც მნიშვნელოვანი. ბოლოს უკვე ისეთი მომენტი იყო, სანამ ვირტუალური საფრთხის მანქანა იქნებოდა, რამდენიმე პანჯარა იყო გამოსული. პანჯარა იყო უკვე ყველგან ბრძოლა იყო და იქ წინის ძალიან მაგრად გაასწრო ბორტოლეტობაც, იმიტომ რომ შორიდან დაიწყო შეტევა და სხვა შორის ეგეც აღსანიშნავია ჰაჯარის ხრიდან, რომ დიდხანს აჩერებდა. არა, ჰაჯარი შორის არ იყო მართლა ეგეთი, ეხა გამახსენდა, კი, ეკრანზეც აჩვენეს ვიტყოდები. არა, პატარაზე. არა, მე გამეორე მოწყვეტი. ხო, ანუ იქ ცოტა ნერვული მომენტი იყო ერთ მომენტში, კარგად აღარ მახსოვს, ან რთული გადასწრება. ხო, რომელიღაც გადავიდა ტრაექტორიაზე თუ ბორტოლეტომ უკან შეცვალა თავისი. ყოველ შემთხვევაში ხო, გასწრება საკმაოდ ლამაზიც იყო და ეფექტურიც გამოვიდა, მაგრამ მე მაინც პიასტრი რასელი მაქვს, რადგან რო ვერ შეუძლია ჯორჯი. პიასტრიც შორიდან იწყებს რა მანდრა და ჯამში აი მაინც შეუძრა გაფში და მაინც მოახერხა გადასწრება და თან რასელია თან მერსედესია ანუ ოსკარის აი რაღაც სტიმულს ვაძლევსავით რომ ჩემი იმით აზრით რომ მინდა რომ ცოტა მოიგეს რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლ წარმოიდგინეთ ჩამოთვალე ხო შენ თქვი ცხრილი და ერთი ქულა სხვაობა 4 რბოლა გვაქვს დარჩენილი ფაქტობრივად და ეხა ვიწყებ სეზონს ამის მეტი ფორმულა 1-ის გულშემატკივარს მეგონი არ ჭირდება რომ 4 ბოლით ადრე პირველ მეორე ადგილზე შორის ერთი ქულა იყოს სხვაობა. წავედით ჩვენ საბურავში რუბრიკაზე, სადაც გვაქვს ეს თემა თუ რატომ არ დააჯარიმეს ვერსტაპენი. თუ დააჯარიმეს ლუის ჰამილტონი. რომელი წელია? მოგეთ ჰამილტონი ვერსტაპენი ტრასაზე რომ გადაიკვეთებიან რაღაც უნდა მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში. აქ რა იყო იცი ძალიან საინტერესო. ვერსტაპენს დასაკარგი ჰქონდა, ჰამილტონს დასაკარგი აღარაფერი აღარ ჰქონდა და ეს გამოჩნდა. ჰამილტონმა აი საერთოდ არაფერი არ დაუთმო ტრასაზე, აი მაქსი რაც უკეთებს. მეორე მომენტში ხო? სხვა პილოტებს რაც უკეთებს, რომ აგდებს ტრასის ფარგლებს გარეთ, გერიდებიან, ანებებენ თავს, ხო? ლუის ჰამილტონი ამას არასდროს არ აკეთებს მაქს ვერსტაპენთან. პირიქით მაქს ებძვის მაქსის წესებით, ხო? რეალურად ეგ იყო. მაქსიც იგივეს გააკეთებდა, გადაჭრიდა, გადავიდოდა ტრასის ფარგლებს გარეთ, ოღონდ პოზიცია არ დაეთმო ლუის ჰამილტონისთვის. კი. მოდი დავიწყოთ იმით, რომ წესების მიხედვით ტყუილად გვაქვს პრეტენზია მაქს მაქსის მიმართ, კი. კი, გადაჭრა, გადმოჭრა და ასე შემდეგ. კონტაქტიც იყო, კონტაქტის შექმნა. ისევე ეგ მომენტი, ისევ აპექსის მომენტი გვაქვს. ანუ ზოგადად მოდი ისიც თქვათ, როგორი მომენტია, როცა შიდა ტრაექტორიიდან მოგზდებს მდევარი და გასწრებს და როგორი მომენტია, როცა გარდა შიდა ტრაექტორიით, როცა მდევარი გისწრებს, მოსახვევამდე, აპექსამდე მინიმუმ უნდა იყოს მისი საბურავების ღერძი შენი სარკის წინ. როცა გარედან გასწრებს, ამ დროს მისი ღერძი, გარეთ გამსწრების ღერძი უნდა იყოს შიდა თავდაცვით პოზაში ვინც არის, იმის ღერძის წინ. ანუ გამომდინარე აქედან მაქსმა ეს წესები ძალიან კარგად იცის. და ამას იყენებს ამ წესებს კარგად. მაქსისთვის თავარია რომ მოსახვევში კუთხე მოიგოს. ანუ აპექსში დარჩეს წინ და მეერე როგორ დამთავრდება და 1000 ჯერ მithქვამს და შენც 1000 ჯერ გithქვამს, სხვა საკითხია ეს წესი რამდენად სწორია და რამდენად მართებულია. ამის შემდეგ შენ იპოვებ უპირატესობას და თორე ნებისმიერ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია მაქსი მანდ როგორ არ იყო დამნაშავე. გადაზედმეტებული სიჩქარე ქონდა. არ უხვევს, პირდაპირ მიდის. მაგრამ ანუ აი კიდე და უშვებს ლუის აგდებს ტრასის ფარგლებს. კონტაქტიც ხო იყო? კი, აგდებს. კონტაქტი იყო, აქ კიდე ამ კონტაქტის გამო რატო არაფერი არ მოხდა, იმიტომ რომ ლუის მოასფალტებული გზა ქონდა მარცხენა მხარეს, როცა შეუხვია მაქსისკენ და მაქსისკენ უხვევს. და რა მიყვება ამ მოასფალტებულ გზას. ამიტომ იყო აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ეს საბოლოო ინციდენტი და ასევე მერე უკვე მაგმოსახვევიდა რომ გადიან მაქსი გადადის ტრასის ფარგლებს გარეთ და მანდ მაქსი მარტივად იმართლებს თავს იმით რომ არიდა ჰამილტონთან უკვე კონტაქტს თავი. კი, ეგ მომენტი იყო ლუისის შემთხვევაში, ლუისმა თვითონაც თქვა რომ ეგ ბინზური საბურავების ასე ვთქვათ ნაგავი დაინახა და იმიტომ გადავიდა. და იმიტომ გადაუხვია, იმიტომ კი არა რომ მაქსმა შემავიწროვა და გადამაგდო. აი ეს იყო ლუისაც არ ქონდა.
დიდად პრეტენზია. ხო, ამას ვიძახი. აქ უფრო გადაჭრა გადმოჭრის მომენტი იყო, რასელს ქონდა უფრო იქ, ხო? მაგრამ აი ლუისთან ბრძოლაში რასელს კიდე პრეტენზია ქონდა იმაზე, რომ რასელის გადააგდო იქ. ლუისი როცა ბრუნდება ტრასაზე კარგად არ ჩანს, მაგრამ იქ მაგრამ რასელი ცოტა რას ვიტყვი, იცი, აი უნდა ხვდებოდეს რომ აქედან ხო არ უნდა შეყვე, ანუ არ დააგითბოს. ეგ არის მომენტი ახლა, აი როგორც ფეხბურთის სიმულაცია არის, ხედავ რომ იქ რაღაც მომენტი გაქვს, რომ აი რაღაც ცუდად მოდის და მოდი გავათამაშებ სახიფათო სიტუაციას, ანუ ჩვეულებრივი მომენტი არის, თუნდაც რასელის ღრიბ. ასე რომ აი სუფთა, ანუ Verstappen-მა იცის რაც წაკეთებს. Verstappen-მა ხო აი ეს მომენტი აქ თუ ვიძახით რომ დამნაშავე იყო და დასანჯანიმებელი იყო წესების მიხედვით არ იყო და ეს ყველაფერი იცის და იყენებს თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემთვის წარმოუდგენელია როცა პილოტი ესე ქვისტად იცავს თავს მოსახვევში როგორ არ შეიძლება ამ დროს მისცე ჯარიმა მაგრამ ნუ წესია ესე. წესი ესეთია დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ წესზე თუნდაც ამ ეპიზოდზე და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც კითხულობთ ამ კომენტარებს და კითხვებიც თუ არის არ არის პრობლემა მე და პაატა აქ ვართ აქცენტ პასუხს რაც ვიცით ყველაფერში. გადავიდეთ ჩვენ ტოპ 5 რუბრიკაზე და გადავწყვიტეთ ჩამოვთვალოთ ხუთეული ჩვენი შედგენილი არა ჩემპიონი ბრიტანელების, იმიტომ რომ ბევრი ბრიტანელი ჩემპიონი ყავს. არა ჩემპიონებიც ბევრი ყავს და თან საკმაოდ ისეთი დაჩაგრული და მაგარი ბრიტანელი პილოტები. დავიწყოთ მეხუთე ადგილით, მეხუთე ადგილზე ჯონ ვატსონი ყავს. ჯონ ვატსონი რაღაც პერიოდი ჩვენი კოლეგაც იყო, კომენტატორობდა ევროსპორტის ეთერში. ჯონ ვატსონი, რომელსაც საოცარი ბოლა აქვს მოგებული ხო? ორჯერ. მე 17 პოზიციიდან ერთხელ და 22-დან მეორეჯერ. წარმოიდგინე რა ბოლები აქვს მოგებული ჯონ ვატსონს. და მართალია ბევრი ბოლა არ მოუგია კარიერაში 5 ბოლა აქვს თუ 6 ბოლა მოგებული სულ, მაგრამ და ესეც ხო და ორივე იყო ამერიკაში ერთი დეტროიტში მეორე ნიუ-იორკის გლენზე არ მახსოვს. კი ბატონო ჯონ ვატსონი მეხუთე ადგილზე, აი მეოთხე ადგილზე გავიყვანეთ დევიდ კულჰარდი, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვაკრიტიკებ ლიოს არ უყვარს. პირადად მე დევიდ კულჰარდს საბოლოო ჯამში ამდენი პოდიუმი, აი ესეთი შედეგები ხო და ესეთი მონაწილეები რაც უმაგრებს ზურგს კულჰარდს შასი არ არის არ შეიყვანო არა ჩემპიონების ხუთეულში. ხო, უბრალოდ შენით მესმის, როცა ედრიან ნუის მანქანებზე ზიხარ მთელი კარიერა, მართალია ხა Red Bull-ში ვერ დაემთხვა ისეთი მანქანა, რომ ჩემპიონობისთვის ებრძოლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდი პილოტი არ იყო, მაგრამ ის შედეგები რაც აქვს შეიძლება მსგავსი შედეგების დოდის პილოტი არ ყოფილიყო, თუმცა ისევ ვიმეორებ მისი აი ეს კარგი ხასიათი, როგორც ქონდა დევიდს, ხო, ანუ მუდმივად პოზიტიური იყო პადოქში და საკუთრებით ბელგიაში შუმახერს. პოზიტიური ვერ იქნება, კიდევ გავახა იქ შუმახერმა კულჰარდი. მესამე ადგილზე ყავს ლანდო ნორისი ჩასმული. ლანდო ნორისი ჩავსვით მესამეზე, იმიტომ რომ არ გავაურიცხოთ, რომ საერთოდ ამ სიაში ნორისი აღარც მოვიხსენიოთ, რადგან გახდეს ჩემპიონი და ამასთან არის ძალიან ახლოს და შეიძლება ესე ახლოს ლანდო აღარც იყოს. მეტი ტიტულთან. იმიტომ რომ იცლება რეგლამენტი და არავინ იცის მაკლარენი როგორ ფორმაში შეხვდება ახალ რეგლამენტს. ეგეც და პლუს ახლა 10 გამარჯვება უკვე არა ჩემპიონი პილოტისთვის ცოტა ნამდვილად არ არის ჩემპიონებს აქვთ მაგდენი და ზოგ ჩემპიონს არ აქვს საერთოდ კეკე როსბერგს 3 თუ 5 იქ ჰოთორნსაც რაღაც ცოტა ანუ ყოველ შემთხვევაში ლანდოს უკვე იმდენი გამარჯვება დაუგროვდა რომ აქ სათვალავში აუცილებლად უნდა იყოს აი ცოტა მეოთხე პოზიციაზე რაც შეეხება ალბათ ჩვენი გადაწყვეტილებით ლანდო იმიტომ არის რასელზე წინ რასელია მეორეზე. ხო. პირიქით, ანუ რასელი იმიტომ არის წინ, რომ ალბათ აი მაინც მერსედეს რასელს მოდი ვთქვა, რომ ესეთი მანქანა არ ყოლია. საჩემპიონო ბოლდი რასელს არ ყოლია. ლანდოს მოდი ვთქვა, რომ უკვე ორჯერ ყავდა საჩემპიონო, ანუ ერთ ნახევარჯერ. ყოველ შემთხვევაში კონსტრუქტორის გამარჯვებული მანქანაზე იჯდა ლანდო ორჯერ. ლანდო არც ერთხელ არ იყო იქ რო ვთქვა, რომ სიტყვაზე ხა მეორე პილოტი იყო, ხო, როგორც ჩეკოს შემთხვევაში, ხა ჩეკოზე როგორ უნდა თქვა, რომ
ჩემპიონობისთვის იბრძოდაო, ხო, იმის მიუხედავად რომ Red Bulls მოგებულია კონსტრუქტორები. მაგრამ ლანდოსთან აქ განსხვავებული სიტუაცია იყო. არ არის ის რომ ლანდოს ორივე წელს თავისუფალი იყო ებრძოდა ჩემპიონობის. მართალია ხა იქ ავსტრიიდან დაიწყო McLaren-მა შარშან და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში რასელს ამის ფუფუნება ნაკლებად ჰქონდა, რაც ჰქონდა რაც აქვს ნორის. და მოგებული აქვს 5 რბოლა, ხო, მის ნახევარი, რაც აქვს და გოლებით ერთნაირად აქვს Grand Prix ჩატარებოდა. 3 სეზონიდან ორჯერ აჯობა ლუის ჰამილტონს აჯობა ჯორჯ რასელმა, ხო? და ადამიანი თანმიმდევრულობა ხან სხვა შორის გამოდის ხოლმე წყობიდან ჯორჯიც მაგრამ ანუ რა შევატყე იცი რო გამოდის წყობიდან მალევე ისევ წყნარდება და ანუ ძალიან კარგად მუშაობს თავის თავზე რასელი კარგად გამოსდის ეს საკუთარი თავის დაწყნარება საკუთარი თავის შექება საკუთარი თავის მოკლედ ესე ზემოთ აყვანა ჯორჯ რასელს შეუძლია და ეს კარგი არის პილოტისთვის ხო დადებითი მონაცემია ეს პილოტისთვის შენ არ გჭირდება საბოლოო ინჟინერი და გუნდის თავკაცი იმისთვის რომ გონს მოეკო ხო თვითონ ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ტიპია ძალიან მდგრადი არის მაგრამ არის ხანდახან მომენტები აი მოლაპარაკებებს მაქსი რო გეჯახება უნგრეთში სპეციალურად ცოტა გაგიჟდა და red flag რო ყვირის ხო თუმცა მანდაც როგორ გინდა ესე რო დგახარ უკუღბა და სტროლს რო ხედავ რო მოდის შეესკე ხო ემოციური არის მაგრამ აი კი აი აჭარა იშვიათად რო რასელი აიჭრას კი კარგად დგება ფორმაში ხო რასელი როდის აიჭრა სიტყვაზე და რაღაც ისულელეები აკეთა ტრასაზე ავი შეიძლება არ მახსოვს დინარე დიდდება გადმოდის კალაპოტიდან მომენტალურად ჯდება და პირველი ადგილი ალბათ ყველა დაგვეთანხმება ამაში და არავინ არ შეგვეწინააღმდეგება რომ სტირლინგ მოსი არის ნომერ პირველი არა ჩემპიონი ბრიტანელი რომელიც მოდი ვთქვათ რომ ჩემპიონია არა ჩემპიონი ბრიტანელი არა მე მგონი ყველაზე მაგარი არა ჩემპიონია საერთოდ ყველა არა ჩემპიონებშიც რო წავიდეთ მე მგონი მოსი და ჟილ ვილნევს შორის გვექნება იქ ბრძოლა თუმცა საბოლოოდ მაინც კარიერა ვერ ვნახე ჯილის რეალურად და ანუ ვერ მიმსჯელებთ მაინც თორე შეიძლება ბოლოს გამხდარიყო ხო და საერთოდ არ ყოფილიყო მოსთან ახლოს გამომდინარე აქედან სტირლინგია ჩვენს პირველ ადგილზე 16 გამარჯვება აქვს არ ვიცი არ არსებობს დისციპლინა სადაც ამ ადამიანს არულია ყველაზე მეტი მანქანა გამოსცა და მე მგონი ფორმულა 1-შიც და ხო 58-ის პორტუგალია რომელიც არაერთხელ გვიხსენებია როცა იქ ჰოთორნი სტუარდებმა ჰოთორნი დააჯარიმეს იმიტომ ტრასის ფარგლებს გარედან მოახერხა უპირატესობის მიღება დაახლოებით ისეთი შემთხვევა იყო რაც აქ ეხლა ვინიზავს მაგას რაც მაშინ იქით რაც არ არის იმას რომატებენ და მოსი მივიდა სტუარდებთან და უთხრა რომ ჰოთორნი არაფერ შუაშია და ასე ერთი გულით მეტი მისცეს პორტუგალიის გრან პრიზე ჰოთორნს და საბოლოო ჯამში სეზონი ისე მორჩა რომ ერთი გულით მოიგო მაიკ ჰოთორნმა ჩემპიონობა 58-ში და ესე დაიჩაგრა სტირლინგ მოსი იყო ფანხიოს თანაგუნდელი რაც დამეთანხმება ლიო პირველ რიგში რომ არ არის მარტივი კი რომ გადმოიყვანე ხო შემხარეს ხო არ არის მარტივი და მოკლედ ხო მარტო ბრიტანეთს კი არა სტირლინგ მოსი არის ალბათ სოფლიოში ყველაზე მაგარი უგვირგვინო მეფე ამდენად მოკლედ მოსი რასელი ნორისი კულჰარდი და ჯონ ვატსონი ყავს ჩვენი ტოპ 5 არა ჩემპიონი ბრიტანელების ხო იქ ტონი ბრუქსიც გვინდა და მაგრამ მაინც ტონი ბრუქსი უფრო ნაკლები გრან პრიც ქონდა ჩატარებული ხო მაგრამ მაინც ვატსონზე მეტი გამარჯვება აქვს უბრალოდ კოლინს უფრო მეტი აქვს არა იმას ბრუქს 6 გამარჯვება აქვს და მაგიტომ მაინც აი ვატსონის იმ ორმარბოლა მითამაშა დიდი როლი ვატსონის ერა საკუთრებულად რთული იყო იმიტომ რომ ეს იყო ერა სადაც არანაირი შეზღუდვა ფაქტიურად არ იყო წარმოიდგინე 24 მანქანა იყო გრიდზე იყო რბოლები 24 და მაგდროს მეტიც 30-მდე წადიოდნენ ხო ამას კიდე გაკეთებული 24-დან აქ მე7 ადგილი ანუ ეს კაცი უკან უნდა დაგეყენებინა რომ რაღაცა გაკეთები ფენტეზიში გავაკეთე მე მგონი დაუშვი სერიოზული შეცდომა გამოვიყენე wild card-ი რომელიც ულიმიტო ტრანსფერებს გაძლევს და ეს ტრანსფერები საშინლად განვახორციელე
ალონსო მაკლარენი გაუშვი გუნდიდან იმის გამო რომ ნორისი მომეყვანა როგორც პილოტი, თუმცა ნორისზე უნდა მიმეცა მაშინ DRS-ი X2 და არ გავაკეთა ეს Verstappen-ს დაუტოვე და რეალურად საკმაოდ ბევრი ქულა დავკარგე. საუბერი ჩავსვი მის მაგივრად, მაკლარენის მაგივრად და იქ ასევე კოლაპინტო და უკონი მოვიყვანე, აი საერთოდ არ იყო აუცილებელი მაკლარენის გაგდება და ნორისის მოყვანა. ხო, ეგ მაინც ცუდი ცხოვრებიდან არის ხოლმე განპირობებული კოლაპინტოს და გასლის მოყვანა. ფული რო არ გაქვს. მე ორივე მყავს და იმიტომ. უი. ხო, უბრალოდ ასე წამეხმარა ძალიან, არ ვიცი 141 ქულა ავიღე დაახლოებით და ფერნანდო ალონსო იყო უბრალოდ კატასტროფა -20 ქულა მომცა ფერნანდომ და ამან ძალიან უკან დამხია. არ დაფიქრობდი ფერნანდოს ჩანაცვლებას, მაგრამ დიდად არაფერი არ მეცვლებოდა პრინციპში. არა, როგორ არ მეცვლებოდა, ჰაჯარი მომყავდა და ეს მინუსი არ მექნებოდა ამხელა. უბრალოდ მაინც ფერნანდოს ვენდე და დავტოვეთ რაღაც ეს მეც დავწოლი ძალა რო გჭირდება ასე ტრასებზე არ არის ხოლმე ცუდი ასე ალონსო დავტოვე მეც და ზუსტად ალონსო იყო რომელსაც გავიფუჭა მეც საკმაოდ ქულები საბოლოოდ 190 ქულა გამომივიდა რაღაც ჩემპიონატშიც დამაგდო უკან 99 ადგილზე აღმოჩნდი ჩემი მიზანი არის ვისოლის ლიგაში ტოპ 100-ში მოხვედრა ერთი მომენტი 78-ზე ვიყავი ეხლა უკვე ტოპ 100 გამიხდა იმიტომ რომ წაიღოთ ამასაც მე გამიფუჭდა რბოლა არა მოგატყუე რამდენი ქულა აიღე შენ 140 146 ქულა ამიღია მე ანუ გადაუცვლეს გუშინ იყო 190-ზე გუშინ იდგა როგორც ჩანს ჩამომაკლდა რაღაც ქულები 6 ქულით გაჯობე მხოლოდ და მხოლოდ მოიცა მაშინ ერთი წამი შენს გადახედე იმიტომ რომ რაღაცები მე მგონი აქ შეიცვალა უბრალოდ 141 მქონდა, ანუ რაღაც რომ მომემატებინა, საინტერესო ალონსოზე რამდენი დაგაკლო? -20 ქულა. -20 ქულა დამაკლო მეც. ფერნანდო ალონსო და 99 ადგილი, არც გუნდი მაქვს შესვლელი, ვირჩიეთ რა ვქნა. საშინელი გუნდი მყავს, არ უნდა მომეყენებინა ეს wild card. კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ხშირად არის ხოლმე კითხვა, როცა მოიგებენ ამ იმ ერთ სარბოლო კვირას, ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, ვის მიუმართო, ვის დაუკავშირდე, თქვენ არავის არ უნდა მიმართოთ, თვითონ დაკავშირდებიან და თუ რაღაც პრიზი იქნება გადმოსაცემი თუ ასე შემდეგ, ანუ როგორც ვიცით, ყოველ კვირა ხო პრიზი თამაშდება ჩვენთან და ეს პრიზი არანაირ ვარიანტში არ დაგეკარგებათ დაკავშირდებიან და აუცილებლად იმ პრიზს გადმოგცემენ, ასე რომ ამაზე არ ნერვიულობთ ხოლმე, უბრალოდ შეიძლება რამდენიმე დღე დაჭირდეს ამ ყველაფერს. წავედით ბრაზილიაში. შენს შემდეგ რბოლაზე, რომელიც მექსიკის მეორე ადგილზე არის ზღვის დონიდან სიმაღლით, თუმცა სამჯერ უფრო დაბლაა. ვიდრე მექსიკის ტრასა ბრაზილია არის ალბათ გრან-პრი მე არ მახსენდება ცუდი რბოლა ბრაზილიაში ყოველთვის 207 ქულა მიღია 207? ანუ შენ რატო გაქვს -20 ქულა? მე -15 მაქვს ფერნანდოზე, რაღაც შეიცვალა რაღაცა -15 მექნება მეც მაშინ, ანუ გუშინ გვიან მორჩა კალკულაცია და კე გავდიდარე. აბა დაარეფრეშე. კი, 15 -15 მაქვს და არა, სწორია, ქულები სწორია, 146 ქულა მაქვს. წავაგე მოკლედ ეს. 207 ამიღია, მაგრამ ხო. შენთან ლეკლერის 2x, ანტონელის 20 ქულა, კოლაპინტოს 4 ქულა და გასლის 9 ქულა. მაკლარენის 86 და ჰაასის 45. ამ ეტაპზე ჩემზე წინ ხარ. ანუ მე გამოვიყენე wild card-ი და გავაფუჭე საქმე პირიქით. იმის მაგალითად რომ ცუდ დროს გაკეთებული იყო. კი. ბრაზილია, ტრასა სადაც მე არ მახსენდება ცუდი რბოლა, არ ვიცი შენ თუ გამახსენებ რამე ისეთ უფერო სუდრბოლას ბრაზილიაში გამიკვირდება კიდევ. ხო, არა, ბრაზილიას მართლა ვერ ვიხსენებ რაღაც ისეთი იყოს, რომ მოიწყინო, თან ხშირად ჩემპიონობის ბედი წყლებოდა ხოლმე აქ ნაკლებად იქნება ამ რბოლაში ეს, მაგრამ ჯამში სულ რაღაც ინტრიგაა, სულ რაღაც ანახაობაა და ასე შემდეგ. ჟოზე კარლოს პასეს სახელობის ტრასა, რომელიც 1973 წელს მოვიდა ფორმულა 1-ში, მას შემდეგ გვაქვს კალენდარში და მას შემდეგ
თავაზობს ერთ-ერთ საუკეთესო რბოლებს ზოგადად ინტერლაგოსში მიხაილ შუმახერს აქვს ყველაზე მეტი მოგება 4 გამარჯვება 3 მოგება აქვს ფეტელს ჰამილტონს და ფერსტაპენს როგორი სამი გვარია ხო თანამედროვე ფორმულა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტები და მოქმედი პილოტებიდან ჯორჯ რასელს აქვს მოგება რომელსაც პირველი გამარჯვება სწორედ ბრაზილიაში აქვს მოპოვებული კი და იქ მერსედესის დუბლი ხო როცა ლუისთან ერთად იყო გუნდში არ ვიცი ბრაზილია ყოველთვის საინტერესოა ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე რადგან სეზონის ბოლოა ბევრი რამე წყდება აქ თან სანახაობრივად არის ძალიან ლამაზი ბრაზილიური რბოლები ხშირად არ ვიცი რომელი რბოლაც არ გინდა გაიხსენო ვერ იტყვი რომ ან გადასწრებები არ იყო ან რაღაცა ისეთი არაორდინარული არ მოხდა შარშანდელი ბრაზილია ხო ყველაფერს დავიდაანებ წვიმაც უხდება ამ ტრასას მშრალი პირობებიც უხდება ყველაფერი უხდება მოკლედ თვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა უნდა გამოგვივიდეს აქაც სეზონში და my favorites მაინც ვერ ვასახელებ ცოტა მიჭირს მგონია რომ Red Bull დაბრუნდება ცოტა მაღლა კი Red Bull დაბრუნდება აუცილებლად ალბათ აი Ferrari-ს მომდი ახარ ვიტყვი McLaren-ი Red Bull შორის იქნება სერიოზული ბრძოლა და ველოდები პიასტრის გამოფხიზლებას McLaren-ი თუ მოიგებს ბოლოს სხვა შორის გაუთანაბრდება Ferrari-ს ინტერლაგოსზე გამარჯვებებით ამიტომაც Ferrari-ც უნდა იყოს ფხიზლად. მაგრამ წაეცეს. აი Ferrari-ს აღარ ვიძახი უკვე. დავღალე ეს ხალხი. ოპოზიციებს შევხედოთ აუცილებლად, რადგან აქ მოქმედი პილოტებიდან გარდა Verstappen-ს და Hamilton-ისა, Russell-ს არ აქვს პოზიცია სხვა შორის აქ, სამაგერად აქვს Alonso-ს, Norris-ს და Nico Hülkenberg-ს, რომელსაც კარიერაში პირველი პოზიცია სწორედ აქ აქვს პირველი და ერთადერთი პოზიცია აქ აქვს აღებული და პირველი და ერთადერთი პოზიცია აქ აქვს აღებული ასევე Haas რომელსაც მაგნუსენმა მოახერხა პოულის აღება. ამიტომაც ინტერლაგოსი არის ყოველთვის არაორდინალური რბოლა. ნახოთ 2025 წლის სეზონი რაც შემოგთავაზებს სან პაულოს გრან-პრიზე და არა ბრაზილიის გრან-პრიზე, ესეც თქვათ ხო, როგორც მე გავიგე, როცა თვითონ ქალაქი აფინანსებს გრან-პრის, ქალაქის სახელი ეწოდება, ასე იყო მეხიკოს სიტის შემთხვევაში, როცა 4 გრან-პრი მეხიკოს სიტი ერქვა და ალბათ 100-ია სან პაულოს შემთხვევაშიც არის, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მომავალ ბოქსებში შევეცდებით ეს ინფორმაციაც მოვიძიოთ და გითხრათ. მოკლედ, შენი ფავორიტი Red Bull-ი, McLaren-ი, იგივე, ანუ ვერ გეწინააღა, მინდა ეხლა შეგეწინააღმდეგო ამაში და ვერ გეწინააღმდეგე. აი Mercedes და Ferrari, ან სიგიჟე არის. რატო Mercedes ხო იცი? Mercedes-ი ხო შეიძლება საერთოდ Red Bull და McLaren-ი უკან ჩამოვიდეს. Ferrari რატო არა რა? ბრაზილიაში ეგეც შეიძლება. ან Hamilton-მა პოდიუმი უნდა დეფიციტი აქვს რა სიჩქარეში და დეფიციტი არის კი. ფაქტია რომ არის დეფიციტი დაწერეთ თქვენი აზრი ვინ გონიათ ბრაზილიაში რომ იქნება საუკეთესო რაც შეეხება თვითონ კონფიგურაციაზე თქვათ ორიოდე სიტყვა თვითონ ტრასა ძალიან მოკლეა და ძალიან მომთხოვნი არის ძრავზე გავიხსენოთ ლუის ჰამილტონის 2021 წლის სეზონი რაცა სპრინტიანი იყო მე-20 ადგილიდან დაიწყო ლუის ჰამილტონმა სპრინტი 100 კილომეტრიან რბოლაში გადავიდა მე-10-მდე და უკვე 300 კილომეტრიან რბოლაში მოიგო 400 კილომეტრიანი მარათონი ლუის ჰამილტონმა 2021 წელს ბოლო ადგილიდან მოიგო თან ჯარი მაქონდა ხო მაგით იყო ძრავის გამო მაგრამ იმ ძრავმა არ ამხვეყნიურად იმუშავა და იქაც მაქსის და ლუისის ბრძოლა ალბათ ყველას გახსოვს როცა ორივე გადადიან ტრანსფარგლებს გარეთ და მოკლედ ხო არა იმდენი ბრძოლა გვახსოვს ბრაზილიაში რომ ერთი ბოქსები არ ეყოფა კი ბატონო ეს ხო რაღაცა ბოქსები პატასთან და ლიოსთან ერთად ბრაზილიამდე ჩაო